სამწუხაროა მათი ყოფნა აქ ვერაფერი პოზიტიური ვერ იქნება, თუმცა იმისთვის თუ რატომ არიან ისინი იქ ერთის შეხედვით უნდა რაღაც ისტორიულად გადავხედოთ ამ სიტუაციას 2012 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ყოველს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო უკეთესი გახდებოდა და ერთგვარი სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მიმდინარე პროცესი წავიდოდა წინ. რეალურად მაშინ მართლა განხორციელდა პირველი რამდენიმე პოზიტიური ცვლილება, როდესაც რამდენიმე დეპუტატის ინიციირებით მაგალითად საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა და სასამართლოს ხდომების გახსნა მოხდა ტელი და ვიდეო ჩანაწერების განხორციელებისთვის, თუმცა შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებამ უარი ვერ თქვა სასამართლოზე, ვერ თქვა იმაზე უარი, რომ წასულიყო დათმობაზე, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში დომინანტ ძალებთან სასამართლო სისტემაში. ამის გამო მოხდა შემდგომში თუ დავაკვირდებით იმას, რომ შერბილდა რიტორიკა არამოსამართლე წევრების იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დღეს ისინი უკვე ერთიანი პოზიციით გვევლინებიან. ეს არის რეალურად მთავარი პრობლემა, რის გამოც მოხდა ამ ადამიანებით დაკომპლექტება საბჭოში და შემდგომ მივიღეთ რა, რომ იმისათვის რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყვნენ დაკომპლექტებული საერთოდ მოსამართლეობის უფლებამოსილება ჰქონოდათ, ალბათ მოსახლეობის ნაწილს ახსოვს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჭირო იყო პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანხმობა მურუსიძის მოსამართლეობისთვის, ალანიას მოსამართლეობისთვის და ასე შემდეგ, ყველა სხვა წევრების, რომლებიც არიან იქ და პარლამენტის მიერ არჩეულმა წევრებმა სწორედ მათ დაუჭირეს მხარი, ანუ რეალურად პოლიტიკურ ხელისუფლებას შეეძლო, რომ წინააღმდეგობა გაეწია მათთვის და ხმა არ მიეცა, ასეთ შემთხვევაში ისინი სასამართლო სისტემაში ვერ იქნებოდნენ. რა არის ერთადერთი მიზანი მათი სასამართლო სისტემაში ყოფნის? ეს არის ის, რომ მათ ბრჭყალებში რომ თქვა დაალაგონ ის სიტუაცია, რომელიც ჭირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას. დიახ, დღეს ჩვენ არა გვაქვს რაოდენობა სასამართლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული საქმეების არის უფრო მეტი, ვიდრე არსებობდა აქამდე. დიახ, დღეს სასამართლო დარბაზები არის უფრო გახსნილი, მაგრამ ეგრეთ წოდებულ სენსიტიურ საქმეებზე